ჩინეთში ოქროსფერცხვირიანი მაიმუნების ჯიში გადაშენების პირასაა. ამ სახეობის მაიმუნები გამორჩეული კაშკაშა ნარინჯისფერი ბეწვითა და ღია ცისფერი სახეებით გამოირჩევა. თუმცა ბოლო პერიოდში ოქროსფერცხვირიანი მაიმუნების პოპულაცია თანდათან იზრდება. შენონჯიას ეროვნულ პარკში 1980-იანი წლებიდან მოყოლებული კონსერვაციის მიზნით განხორციელებულმა ძალისხმევამ მაიმუნების პოპულაცია 3-ჯერ გაზარდა და მათი რაოდენობა დღეს 1600-ს შეადგენს. ეს სახეობა შენონჯიაში გადაშენების პირას იყო ხე-ტყის გაჩეხვის, სოფლის მეურნეობის გაფართოების, ნადირობისა და კლიმატის ცვლილების გამო. წარსულში ქვეყნის განვითარების მხარდასაჭერად შენონჯიაში ტყეები იჩეხებოდა, რამაც ოქროსფერცხვირიანი მაიმუნები გადაშენების პირას დააყენა. ახლა ჩვენ მათ საცხოვრებელს აღვადგენთ. მაიმუნები ადრე 1700 მეტრის სიმაღლეზე ცხოვრობდნენ, თუმცა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მათი საცხოვრებლის სიმაღლე 1400 მეტრამდე დაეცა. ასე რომ წარსულში ადამიანები წინ მიიწევდნენ, ხოლო მაიმუნები კი უკან იხევდნენ, მაგრამ ახლა ეს შეიცვალა. გვინდა რომ ჩვენს მაიმუნებს უფრო კარგი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ოქროსფერი ბეწვითა და უნიკალური ცხვირის სტრუქტურით ცნობილი ეს სახეობა სასიცოცხლო როლს ასრულებს ტყის ეკოსისტემებში, როგორც თესლის მთავარი გამავრცელებელი. ვერტიკალურ ზონებზე ჩვენი მონიტორინგის თანახმად ტყეების ხარისხი უმჯობესდება. ბუნებრივი ტყეების დაცვის პროექტების განხორციელებისა და ეკოლოგიური იმიგრაციის წყალობით ადამიანის გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი და ტყე ბუნებრივად დადებითი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, ჩვენი განსაკუთრებული მაიმუნების გასამრავლებლად ეს იდეალური პირობებია. ეს პრიმატები ოდესღაც ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მკვრივ ზომიერ ტყეებში. ისინი საკვებად ფოთლებს, ნაყოფსა და ხის ქერქს იღებდნენ.